ნუ ბატონ პაპუაშვილს ჯობდა ესაუბრა იმაზე და აეხსნა თუ რატომ მოხდა რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ფაქტობრივად ადამიანის უფლებების დარღვევაში ამხილა და დაადანაშაულა ქართული ოცნება, როდესაც მიუთითა იმაზე თუ რამდენად არასწორად და манипуლაციურად გამოიყენა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება 20 ივნისთან დაკავშირებით, რომ მისი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოეყენებინა ეს გადაწყვეტილება და აღეძრა საქმე საქართველოს ყოფილი პრემიერის და შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას წინააღმდეგ. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ჩანაწერია, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ოცნება ნაცვლად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც რა თქმა უნდა უპირველესად ადამიანის უფლებების დაცვას უნდა ემსახურებოდეს, პირიქით გამოიყენა ადამიანის უფლებების დასარღვევად, როდესაც მას სრულიად შეთითხნილი და გამოგონილი ბრალდებით მის წინააღმდეგ აღზრა სისხლის სამართლის საქმე. ასე რომ ეს ჩანაწერი ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გიორგი გახარიასთვის პირადად, არამედ ზოგადად ქვეყნისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რადგან კიდევ ერთხელ გახდა ნათელი ყველასთვის თუ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის როგორ შეიძლება გამოიყენოს მათ შორის манипуლაციურად და არასწორად ოცნებამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. თავად რეზოლუციას ეს ხარეს ნაწილი გასაგებია. თავად რეზოლუციას ეს თქმა შეგიძლიათ და იმ დებატებზე, რომელიც ნახეთ აი ოპოზიციის ნაწილზეც კითხეთ წერს. კი ბატონო, ოპოზიციის ნაწილზე დებატებზე თუ მეკითხებით, გიპასუხებთ, რომ ჩვენ როდესაც პარლამენტში შემოვედით ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, მაშინვე ვთქვით საჯაროდ და ხმამაღლა და არ ქონია იმის პრობლემა, რომ გვეღიარებინა მათ შორის ისიც, რომ ეს ერთწლიანი ბოიკოტიც იყო შეცდომა. მაგრამ ჩვენ ეს შეცდომა გამოვასწორეთ. ვაღიარეთ, გამოვასწორეთ და თქვენ კარგად ხედავთ დავბრუნდით პარლამენტში და აქ ვაგრძელებთ მწვავე ოპონირებას და წინააღმდეგობას ოცნებასთან. შესაბამისად ეს ნაწილი ჩვენთვის ახალი არ არის, იმიტომ რომ ჩვენ ამ შეცდომაზე თავად ვსაუბრობდით, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით გვეყო იმის უნარიც და გამბედაობაც, რომ ეს შეცდომა გვეღიარებინა საჯაროდ ერთის მხრივ და მეორეს მხრივ არა უბრალოდ გვეღიარებინა, არამედ გამოგვესწორებინა და დაუბრუნებულიყავით საქართველოს პარლამენტში და დღეს მე მგონი ყველა კარგად ხედავთ საქართველოს პარლამენტში რამდენად აქტიურად მუშაობს ჩვენი გუნდი. რაც შეეხება თავად რეზოლუციას, რა თქმა უნდა, ეს არის სამწუხაროდ იმ რეალობის მორიგი დადასტურება, რაც გვაქვს საქართველოში. ეხლა პაპუაშვილი, ზოგადად ოცნება ცდილობს, რა თქმა უნდა, რომ ასევე манипуლაციურად და პროპაგანდისტულად გამოიყენოს ეს რეზოლუცია, მაგრამ რეალობა არის რეალობა და ის, რაზეც საუბრობს ოცნება, ეს არის გამოგონილი რეალობა. და რეალობა არის ის, რომ საქართველოს არ ასრულებს ფაქტობრივად არც ერთ იმ ვალდებულებას, მოდი ასე ვთქვათ, და დათქმას, რაც მას როგორც კანდიდატ ქვეყანას აქვს აღებული ევროკავშირის წინაშე. და საუბარია ფუნდამენტურ უფლებებზე, ფუნდამენტურ ღირებულებებზე, ადამიანის უფლებებზე, კანონის უზენაესობაზე და ზოგადად დემოკრატიაზე. და ჩვენ როდესაც ვხედავთ, რომ საქართველოში გვაქვს დემოკრატიული უკუსვლა და აქ ადამიანის უფლებები არ არის დაცული, არამედ პირიქით ყავს მოძალადე რეჟიმი, ბუნებრივია აღარ უნდა გვიკვირდეს ისეთი მკაცრი რეზოლუციები და ანგარიშები, რასაც ვხედავთ, როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან, ასევე ევროპარლამენტიდან. ბატონო, ყველა ანგარიში ერთმანეთს გავს, მართული გვინდა ამბობს, რომ ეს არის ძირითადად დიახ. რაღაც რა ვთქვათ, არა რეალურად ყველა ანგარიში გავს ერთმანეთს, ფაქტობრივად შინაარსიც არ იცვლება. აი, ეს თქვენთვის რაიმე საერთო გარემოებას არ წარმოადგენს, კითხვის ნიშნებს არ აჩენს. კი ბატონო, პირიქით, მინდა გითხრათ, რომ პირიქით. შინაარსი რომ ერთნაირია, ეს რატომ დააჩენდეს კითხვის ნიშნებს. პირიქით, რომ ყველასთვის გასაგებია და ცხადია, სხვადასხვა რომ იყოს. მაშინ უფრო მეტი კითხვის ნიშანი გაჩნდებოდა, რომ სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ორგანო სხვადასხვანაირად აკეთებს ინტერპრეტაციას, მაგრამ ევროპარლამენტი და ევროკავშირი არ არის ოცნება, რომ ინტერპრეტაციები აკეთოს და манипуლაციურად გამოიყენოს სხვადასხვა გადაწყვეტილებები. ამიტომ ერთნაირი შინაარსი რომ აქვს, ეს პირიქით ადასტურებს იმას, რომ სხვადასხვა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში არის დემოკრატიული უკუსვლა, უბრალოდ არ არსებობს და ვერც იარსებებს. და რა არის ჭორაობა? დიდი ბოდიში ბატონ პაპუაშვილს მინდა ვკითხო. დემონსტრაციებზე 400-ზე მეტი ნაცემი და უმოწყალოდ გამეტებული ადამიანი რომ ყავს და ამის გამო არავინ რომ არ დასჯილა ფაქტობრივად. გარდა იმ 5 სპეცრაზმელისა, რაც რა თქმა უნდა მინიმუმის მინიმუმია. ეს არის ეს ჭორაობაა, ეს ფაქტი არ არის? ან ის კანონები, რომელიც მიიღეს, ან ის რეპრესიები, რომელიც ხორციელდება არა მხოლოდ ოპოზიციონერების, არამედ ზოგადად განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების წინააღმდეგ, ეს ჭორაობაა და გამოგონილი ფაქტებია. არაფერი არ არის იქ გამოგონილი.
ყველაფერი ეფუძნება იმ რეალობას, რაც შექმნა ოცნებამ სამწუხაროდ ამ ქვეყანაში და ამაზე პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა მხოლოდ და მხოლოდ მათ მოუწევთ. ოპოზიციის დაპირისპირებასაც კითხავს რა ამ შემთხვევაში კითხავთ ნაციონალურ მოძრაობას, სადაც ძალიან დიდი პროცესები ჩაუყედა ერთმანეთთან არიან დაპირისპირებაში. თუნდაც ძალიან შესვლის გასვლის თაობაზე შედაპირისპირება თავმჯდომარეობის პოსტის გამოც ერთმანეთს მიმართ შეუერთდა კონკრეტული განცხადებების კეთილდღეობის შემდეგ აი თქვენ კონკრეტულად როგორ ხდება ის რას უყურებთ ახლა თქვენ ნაციონალურ მოძრაობაში და ქონდა თუ არა რეალურად აი ამ სცენარის განვითარების მოლოდინი, ხო? ჩვენ სცენარებს როგორ განვითარდება მოვლენები ნაციონალურ მოძრაობაში არ ვამუშავებთ. იმიტომ რომ ეს არ არის ჩვენთვის საინტერესო. არანაირად. მეცაც გეტყვით, არა თუ ნაციონალურ მოძრაობაში, არამედ არც ერთ პოლიტიკურ პარტიაში მიმდინარე რაღაცა შიდა დაპირისპირებები ჩვენთვის საერთოდ არანაირი ინტერესის საგანს არ წარმოადგენს. და დღეს, როდესაც ქვეყანაში არის უამრავი პრობლემა, ეხლა დღეს წარმოიდგინეთ, აი ყველაფერს თავი დავანებოთ, ხო ეხლა თქვენ იცით რომ დაუსრულებლად შეიძლება პრობლემებზე საუბარი, მაგრამ აი დღეს ამ წუთებში ჩვენი ისტორიული ტერიტორია სამაჩაბლო მიაქვს პირდაპირ რუსეთს. აი მიაქვს პირდაპირ გაგებით და გავი ნაცებზე რომ მეკითხებით პირდაპირ კავშირშია. და ეს ნაცები მე იმდენი ჭკუა რო არ ყოფნით, რომ ინტერესი რომ თქვენი დრო მათ შორის დაკარგონ იმაზე, რომ მე თქვენ მე და კიდე სხვებს ეს კითხვები დაუსვათ, ნაცვლად იმისა, რომ ამაზე ისაუბროთ, ეს გააპროტესტო, ეს არის სწორედ მავნებლობა. თორე ახლა ყველა პოლიტიკურ პარტიაში შეიძლება იყოს რაღაცა შიდა დაპირისპირება, ახლა ეს რა დიდი მნიშვნელობის ამბავი ეს არის, ხო? და კიდე ვიმეორებ, მე იმიტომ ვადარებ ამას ერთმანეთს და იმიტომ მომყავს ეს მაგალითი, რომ ჩვენთვის კიდე ვიმეორებ, რომ თავარი პრიორიტეტები და ბრძოლის ხაზი საერთოდ სხვაგან გადის და რაც ამას არ უკავშირდება და ნებისმიერი საკითხი, რომელიც ემსახურება აი ამ თავარი საკითხებიდან ყურადღების გადატანას, ეს ჩვენთვის უინტერესოა და მეცაც გეტყვით, არა თუ უინტერესოა, არამედ ამ პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობაც არის, რომ ისინი ახერხებენ იმას, რომ თავარი საკითხებიდან ყურადღება მათ შიდა კინკლაობაზე გადაიტანონ და ახლა როგორ შეიძლება პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი დღეს ახლა საუბრობდეს რა ხდება ნაციონალურ მოძრაობაში და არ საუბრობდეს იმაზე, რომ პუტინს ფაქტობრივად მიაქვს, რასაც ქვია, აი მიაქვს ჩვენი ტერიტორიები და აღარ საუბრობ ახლა კიდე სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე, ხო? ნაციონალურ მოძრაობაში არსებული ვითარება მაინც ასე თუ ისე ახდენს გავლენას ზოგადად ოპოზიციურ სპექტრს, აი ბატონო გიორგი. იცით რა გითხრათ, თუ ახდენს, ძალიან კარგი თუ ახდენს. იმიტომ რომ ეს არის ლუსტრაციის პროცესი ფაქტობრივად ზოგადად ოპოზიციაში. ლუსტრაციის არა მაინც უარყოფითი გაგებით, მოდით პირდაპირ ვთქვათ, ხო? აქ ხომ თავარი ის არის, რომ მოქალაქეები უყურებენ, ვინ რისი გამკეთებელია. ანუ ვისთვის რა არის პრიორიტეტი. ხო? და მე დარწმუნებული ვარ, რომ აი ამ ყველაფრის ანალიზის შედეგად ჩვენი მოქალაქეები მომავალში და ეს ძალიან შორს არ არის ის დრო, როდესაც იქნება შემდგომი არჩევნები, ისინი მიიღებენ გაცილებით სწორ და ინფორმირებულ გადაწყვეტილებას. მათ ეცოდინებათ, ვის დაუჭირონ მხარი იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც დილიდან საღამომდე ერთმანეთს შორის დაპირისპირებით არის დაკავებული და კინკლაობით და იმის გარშევით, ვინ უკეთესი კანდიდატი იქნება პარტიის თავმჯდომარეობის, თუ იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ყველა პრობლემაზე მუშაობს, საგარეოდან დაწყებული საშინაოთი დამთავრებული და ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტის გამოყენებით იბრძვის ამ პრობლემების გადასაჭრელად. და ამიტომ ეს შეიძლება ერთგვარი კარგი პროცესიც იყოს ამ კუთხით. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ის ყველაფერი რაც ხდება, ემსახურება იმას, რომ მოქალაქეებმა მომავალში გააკეთონ სწორი არჩევანი. და ეს არჩევანი არ ეხება მხოლოდ ოცნების მიმართ გასაკეთებელ არჩევანს, არამედ ეხება ოპოზიციის მიმართ გასაკეთებელ არჩევანსაც. ამიტომ ნახოთ, ეს ყველაფერი გამოჩნდება. ეს არის ნანუქა ჟორჟორიანის იდეა, ხო? თქვენი ასეთ რატომ ხდება, რომ შეიძლება ნაციონალურ მოძრაობაში ახალგაზრდები წინა ფონზე ვიხდოთ და ვეტრნები უკან, იმიტომ რაღაცნაირად კიდევ თქვენ კი ბატონო ძალიან ვცდილობთ რომ მე მაინდამის ამ ნიუანსებში და დეტალებში სიღრმეებში შემიყვანოთ რატომ და რისთვის აკეთებს დგამს რაღაც ნაბიჯობს ნაციონალური მოძრაობა. ნუ არ მინდა ეს არ მაქვს ამის სურვილი კიდევ ვიმეორებ და ვცდილობ აგიხსნათ რატომ. იმიტომ რომ ჩვენ პრიორიტეტები საერთოდ სხვაგან გადის და პრობლემები საერთოდ სხვაგან არის. ხო, მაგრამ ეს პრიორიტეტები ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებაში იყოს ალტერნატივა, ხომ და არ სხვაობა. თითქოს წლების განმავლობაში, რასაც ხედავთ, ოპოზიცია შტაბულადებს სწორედ ასეთ თემებს კოლეგიალობით. სამაგიეროდ ზიანდება პროცესი, ხო? ოპოზიციური ჯანსაღი ოპოზიცია, ვინ არის, როგორ არის და რა იგრძნობა ამაში. ის რომ გაკრიტიკოთ ის რაც ხდება, ამაში რა არის პრობლემა? იმას არა, მე არ გეუბნებით რომ ამაში არის პრობლემა. მე გეუბნებით სხვა რამეს, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური ძალა. ჩვენ გვაქვს ჩვენი პრიორიტეტები.
და თქვენ როდესაც მეკითხებით კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიაში მიმდინარე პროცესებს, მით უფრო კულუარულს, ხო, ფაქტობრივად, ახლა ეს რომ არ არის ჩვენთვის პრიორიტეტი, ამაში გასაკვირი მე მგონი არა. ნუ არ ვიცი, ახლა ნუ რაღაც კანდიდატები, ხო და ნუ რა ვქნათ ახლა ჩვენი კი ბატონო, მაგრამ ჩვენი გადასაწყვეტია ვინ გახდება ამ პარტიის თავმჯდომარე? ხომ არ არის ჩვენი გადასაწყვეტი ვინ გახდება ამ პარტიის თავმჯდომარე? არც გადასაწყვეტია და არც საინტერესოა ჩვენთვის. თავად ჩამოყალიბდებიან ამაზე და ნახავთ, მე სწორედ ამაზე საუბრობდი, რომ ხალხი ხომ ამას უყურებს რეალურად. და ეს კარგი პროცესია ისევ ხალხისთვის, მათი არსებული, ასე ვთქვათ, მხარდამჭერებისთვის, რომლებმაც შეიძლება ამ ყველაფრის გამო უბრალოდ პოზიცია შეიცვალონ. და მომავალში აღარც მისცენ ხმა ისეთ პარტიას, რომელიც აკეთებს იმას, რაზეც თქვენ საუბრობთ. აი, ცალკარში თამაში ხომ არ გამოდის ეს ყველაფერი, რომ თქვა ეს ყველა ნაბიჯს ისინი ამოწმებდნენ მოღალატები იწოდეს და არაერთი ეპითეტი ქონდა თქვენი გუნდის მიმართ, თქვენი პოლიტიკური ნაბიჯების შეფასებისას. თქვენ ახლა საუბრობთ, რომ არ გინდათ მათზე საუბარი. ანუ ეს არის კოლეგიალობის გათვალისწინება შიშის ფაქტორი, მართლა ის რომ არ გინდათ, თუ აი რომელი ნაწილი, რომ ისინი თქვენ კრიტიკას არც ფორმატში არ კი ბატონო, ყველაფერი დაასახელეთ გარდა იმისა, რაც მე უკვე რამდენჯერმე ვთქვი. არც ერთი ეს რაც თქვენ ჩამოთვალით, არამედ ის რომ არ არის საინტერესო. აქტუალური არ არის. ხო? ანუ ჩვენთვის ეს არ არის აქტუალური. არ არის პრიორიტეტული. ნანუკა ჟორჟელიანი პარტიის თავმჯდომარე ინფორმაციას თუ ამ პარტიის ხო და მაგას ვამბობ, რომ წითელი ხაზია. ხო და არ აქვს მნიშვნელობა. რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის? ნანუკა ჟორჟელიანი კი არა, ვინც არ უნდა გახდეს ამ პარტიის თავმჯდომარე. ნაციონალური მოძრაობა იქნება ნაციონალური მოძრაობა. ეხლა ახალგაზრდებზე მეკითხებოდით. ეხლა ახალგაზრდებს წამოწევენ წინ თუ ძველგაზრდებს რა მნიშვნელობა აქვს? მათი დანაშაულები საქართველოს წინაშე გაქრება, სადმე წავა? ხო და ამიტომ ამაშია სწორედ საქმე. ამიტომ არის ეს წითელი ხაზი და შესაბამისად ეხლა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ გახდება ამ პარტიის ახალი თავმჯდომარე. რა თქმა უნდა არ იცვლის. არაერთხელ დაამტკიცეს მათ რომ არ იცვლიან. არაერთხელ დღესაც რაც ხდება ეხლა მაინც მაიძულეთ რომ რაღაც ნაწილს შევეხო ამ პროცესების და ეს არ არის არაფორმალური მმართველობის გამოხატულება რაც ხდება ნაციონალურ მოძრაობაში და ჩვენ არაფორმალურ მმართველობაზე რომ საუბრობთ და გასაგებია რასაც გულისხმობთ რომ მოცნების რეჟიმის არაფორმალურ მმართველობას და ყველამ კარგად იცის ვინ არის ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი. ხვალ რომ ნაციონალური მოძრაობა ღმერთმა დაიფაროს ეს არ მოხდება და დარწმუნებული ვარ, მაგრამ ხელისუფლებაში დაბრუნდეს, ოპოზიციაში არიან და იქ აჩვენებენ ხალხს არაფორმალური მმართველობის გამოვლენებას და ხელისუფლებაში თუ მოვლენ მე რას იზამენ. და ამიტომ ვამბობ სწორედ იმას, რომ ეს ყველაფერი კარგი ტესტია, კარგი პროცესია შეიძლება ამორჩევლისთვის. რომელიც ჩამოყალიბდება და დარწმუნებული ვარ მომავალში სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. თქოთ ევროსაბჭოს მაგრამ რა კონტექსტი უნდა რომ ვკითხოთ თქვენ რუსი კრიტიკა ევროსაბჭოს ხო? რომ დემოკრატიის უპასუხარი ხელისუფლებას არ ისმის და არ იგებს პარტნიორებისას, მაგრამ იქ იყო გზავნილების იმის თავზე რომ ყველაფრის მიუხედავად, ამ ყველაფრის მიუხედავად უნდა იყოს დიალოგი. ერთი ნაწილია ეს და დღეს შალაპაყოშისაც უნდა განცხადებოდა ისინი საუბრობენ რომ პრობლემას წარმოადგენს ის რომ ევროპარლამენტმა ჯერ და შემდეგ ახლა ევროსაბჭომ რეზოლუციებში საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ გაბედეს და გააკეთეს ჩანაწერები, ეს არის ის რომ მოსინჯეს, როგორ შეუძლიათ ეკლესიასთან ბრძოლა. ერთი კომპონენტი ეს ქონდა. ჩემი კითხვა რაში მდგომარეობს, აქეთაც გაჯიუტებულები არიან, რასაც ხედავთ, იქეთაც, ხომ არც ქართული მხარეთის პოზიციას, არც ევროკავშირი, აქ სწორი მართლა იქნებოდა თუ არა დიალოგი. დიალოგი სწორი იქნებოდა და ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებთ დიალოგისკენ, მაგრამ დიალოგის დაწყება ეს ოცნების საქმეა. ოცნებამ თავად უნდა გადადგას ნაბიჯები იმისთვის, რომ დიალოგი დაიწყოს. და როდესაც ოცნება არათუ უკან არიხებს და საერთოდ არ სურს არანაირი ცვლილება საკუთარ პოლიტიკაში და საკუთარი წესებით, საკუთარი თამაშის წესებით სურს შევიდეს ევროკავშირში და უგულებელყოს ევროკავშირის სტანდარტები, რაც არის საბოლოო ჯამში დემოკრატიული სტანდარტები, რაც ყველას გვინდა და საქართველოს ყველა მოქალაქეს უნდა, მაშინ როგორ უნდა წარიმართოს დიალოგი? ოცნებას თუ სურს დიალოგი, დიალოგისთვის მზაობა უნდა აჩვენოს ქმედებით. და არა მხოლოდ იმის ზახელით, რომ ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, ერთის მხრივ და მეორეს მხრივ არაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ რეალური ნაბიჯები გადადგა. ეს არის აქ მთავარი და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სულ манипуляციაა. ანუ ფაქტობრივად ოცნების ყველა გზავნილი არის манипуляცია და არანაირი კავშირი რეალობასთან არ აქვს. რაც შეეხება ეკლესიაზე შეძენას, თქვენც ხედავთ აი რეზოლუციებში უკვე ღია გალაშქრებას ქართულ ეკლესიაზე და როგორ უყურებთ ამ თემას? მოდით, აი კიდევ ვიმეორებ რა, რომ
ეს ყველაფერი იმდენად манипуляციურია. თქვენ სადმე წაიკითხეთ ეს? თქვენ ხო ან როდესაც საუბრობს, ხო პაპუაშვილმა თქვა, ხო თუ არ ვცდები? და სად წერია დიდი ბოდიში და რას გულისხმობს? მე მართლა არ ვიცი და იქნებ გვაჩვენოს და აგვიხსნას რა არის ეკლესიაზე თავდასხმა და ვინ ესხმის თავს საქართველოს ეკლესიას. ეს რომ ასე იყოს, დამერწმუნეთ, რომ ჩვენს გუნდს ვერავინ დაასწრებდა, არათუ ხმის ამოღებას. არამედ ძალიან სერიოზული ნაბიჯების გადადგმას, ეს რომ მართლა ასე იყოს, მაგრამ სად წერია ეს? რომელ რეზოლუციაში ამ ანგარიშზე საუბრობს? ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის? ხო და სად? რომელს? ბოლოს რომ მიიღეს ევროპარლამენტის რეზოლუცია არის რეზოლუცია, კიდევ ვიმეორებ და ანგარიში არის ანგარიში. მაგალითისთვის აქ მთავარი დოკუმენტები არის გაფართოების ანგარიში, რომელიც 2024 წლის 4 ნოემბერს მიიღო ევროსაბჭომ და არის ის ოფიციალური რეზოლუციები. ხა კონკრეტულ დეპუტატს რა პოზიცია აქვს, ეს რა კავშირშია არა გასაგებია, მაგრამ სად არის თუნდაც იმ რეზოლუციაში, სად არის შეტევა ეკლესიაზე, მაჩვენეთ. უბრალოდ კონკრეტული, ასე ვთქვათ, ჩანაწერი მაჩვენეთ, რაც ადასტურებს იმას, რომ ევროკავშირი უტევს საქართველოს ეკლესიას. მე ასე ჩანაწერს არ ვიცნობ. თუ არსებობს, მაჩვენეთ და დამერწმუნეთ, რომ ვერავინ ვერ დაგვასწრებს ჩვენ საქართველოს ეკლესიის დაცვას. ბატონო გიორგი, მაშინ მე გკითხავთ ეს ოპასესზე გკითხავთ, თუმცა ცოტა სხვა კონტექსტში, თავად ის გზავნილები რაც მოვისმინეთ, მაგალითად იყო მიზნობრივ სანქციებზე საუბარი, ბრიტანელ დეპუტატს ჰქონდა ასეთი პოზიცია, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მათ შორის უნდა მიიღოს და გადადგას ქმედითი ნაბიჯები მიზნობრივი სანქციების კონტექსტში, რომ დაისაჯოს ყველა ის პირი, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, რომელიც ყოლაფს იწვევს ახლა ჩვენს ქვეყანაში. აი თავად ეს რეზოლუცია, ეს გზავნილები თქვენი მხრიდან როგორ გასდება? ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ რა თქმა უნდა ინდივიდუალური სანქციები არის საჭირო. და რაც სწრაფად დაწესდება ეს სანქციები და რაც უფრო მკაცრი იქნება, მით უფრო იქონიებს შემაკავებელ ეფექტს. კიდევ ვიმეორებ, სანქციების მთავარი მიზანი არის შემაკავებელი ეფექტი, ხომ? ვეთანხმებით ამაში. და რადგან ოცნება არაფრად დაგიდევთ ჩვენი ქვეყნის, ასე ვთქვათ, ინტერესების, სახელმწიფო ინტერესების დაზიანებას, მათთვის მთავარი არის მათი პირადი და კერძო ინტერესები. და თუ სანქციები შეეხება მათ პირად ინტერესებს, ცხადია, ეს იქნება შემაკავებელი ფაქტორი მათთვის, რომ აღარ გააგრძელონ ესეთი მოღალატეობრივი ნაბიჯების გადადგმა, რასაც აქამდე აკეთებდნენ. შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ახლაც იგივე პოზიცია გვაქვს, რომ თუ იქნება სანქცია, ეს სანქცია უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ინდივიდუალური, იმ პირების მიმართ, რომლებსაც პირადად მიუძღვით ბრალი საქართველოს ევროპული მომავლის გზიდან გადახვევაში. და ეს სანქცია არც ერთ შემთხვევაში არ უნდა შეეხოს ქართულ ხალხს. და როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, გასაგებია, რომ პირველ რიგში გულისხმობთ მაგალითად ვიზა ლიბერალიზაციას. რომ ეს ვიზა ლიბერალიზაცია უნდა შენარჩუნდეს და უვიზო მიმოსვლის რეჟიმი უნდა შენარჩუნდეს. კი ბატონო და მე კიდევ კითხვა მექნება პირველ რიგში მათ შორის იმ საკითხზე მინდა გკითხოთ, რაც თქვენ ახსენეთ რამდენიმე წუთის წინ, ეს ეხება ოკუპირებულ ცხინვალსა და რუსეთს შორის განვითარებულ პროცესებზე. ვხედავთ, რომ საკმაოდ საგანგაშო სიტუაცია, პირდაპირ შეიძლება ასე ითქვას, რომ ანექსიისკენ მიდის პროცესები, ამას მათ შორის თქვენი გუნდიც აქტიურად ამბობს და არა მხოლოდ თქვენი გუნდის, სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდანაც გვესმის ეს გზავნილები, თუმცა როგორც ხედავთ, ქართული ოცნება ჯერჯერობით არაფრის მნიშვნელოვანის გაკეთებას არ აპირებს, განაცხადებაც კი არ გვინახავს ამ დრომდე საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან. კიდევ ერთხელ თქვენი პასუხი რა არის, რამდენად საგანგაშოა ახლა სიტუაცია? ჩვენი პასუხი არის ის, რომ აი ეს დუმილი, რასაც ადგილი აქვს დღეს ოცნების მხრიდან და რა თქმა უნდა ჩვენ არ გვინახავს არც ოფიციალური განცხადება და ვერ ხედავთ მზაობას, რომ ჩვენს რეზოლუციას ისინი შეუერთდნენ და დაამტკიცონ. არა და ამ დროს სწორედ საქართველოს პარლამენტი უნდა იყოს ის ადგილი, სადაც რუსეთის მხრიდან ფაქტობრივი ანექსიის გაგრძელებას უნდა მოყვებოდეს შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება, მაგრამ ამას ოცნებამ ხომ გახსოვთ თქვენ რა უწოდა? ამას ოცნებამ უწოდა მათი ერთ-ერთი წარმომადგენლის სპირით პოლიტიკური მატრაკოცობა. ხო და ამიტომ ეს არის რეალობა დღეს, რომ თურმე ანექსიის გაპროტესტება, რუსეთის ფედერაციის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა, ოკუპაციის გაგრძელება, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა და აი ამ ყველაფრის გაპროტესტება ყოფილა პოლიტიკური მატრაკოცობა. ეს არის ოცნების პოზიცია. დანარჩენი ხალხმა გადაწყვიტოს, ხალხი უყურებს და კარგად განსჯის, თუ რეალურად ვინ არის ამ ქვეყნის სუვერენიტეტის რეალური დამცველი. გამოვა პაპუაშვილი, გამოვა კობახიძე და დაიწყებენ საუბარს
სუვერენიტეტზე, რომ თურმე როგორი მაგრები და პატრიოტები არიან, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს იცავენ. და ჩვენი აი დღესაც ვნახეთ ხო პაპუაშვილის ეს განცხადება. როდესაც ის საუბრობდა, რომ თურმე ევროკავშირი, წარმოიდგინეთ, აი ნახეთ, ძალიან მარტივ რამეს გეტყვით. დღეს შალვა პაპუაშვილი ევროკავშირს ადანაშაულებს საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევაში. დღეს იმის გამო, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიგვითითა დემოკრატიულ უკუსლაზე. და ამ დროს არაფერს ამბობს იმაზე, რომ რუსეთი არათუ აგრძელებს, არამედ ფაქტობრივად ცდილობს ბოლომდე მიიყვანოს ჩვენი ისტორიული ტერიტორიის ანექსია. ანუ ამაზე ხმას არ იღებს. ანუ რუსეთის წინააღმდეგ ხმას არ იღებს და ევროკავშირს ადანაშაულებს იმაში, რომ თურმე ევროკავშირი ებრძვის ჩვენ სუვერენიტეტს. ახლა ამის შემდეგ საერთოდ რაზე უნდა ვილაპარაკოთ? თავად ახდენენ ეს ადამიანები გულისხმობ პაპუაშვილს და ოცნების სხვა ლიდერებს საკუთარი თავის ლუსტრაციას. თავად აი პირდაპირ ფაქტობრივად აჩვენებენ საკუთარ სახეს ჩვენს მოქალაქეებს. მინდა გითხოთ ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით, ბოლო რამდენიმე დღეა ჩვენ გვესმის აქტიურად მისი პარტიის, მისი ადვოკატის მხრიდან გზავნილები, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმე და შეიძლება საქმე იქამდეც კი მივიდეს, რომ ეტლში ჩაჯდეს ელენე ხოშტარია. ამ ნაწილშიც სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება ჯერჯერობით არ გვინახავს. რა უნდა გაკეთდეს ახლა თქვენი აზრით ხელისუფლების მხრიდან? ნუ პირველ რიგში თავად ის ფაქტი, რომ კახაკალაძის ბანერის, არ ვიცი, რაღაც დაზიანების თუ ეს საერთოდ იყო დაზიანების გამო დასაჯო ადამიანი, მრავალშვილიანი დედა და არაადეკვატური და არაპროპორციული სასჯელი გამოიყენო მის წინააღმდეგ და ამ დროს არ დასაჯო 400-ზე მეტი ჩვენი მოქალაქის ცემაში და წამებაში დამნაშავე სპეცრაზმელები და მხოლოდ რაღაცა 5 სპეცრაზმელი აი ესე გადმოაგდო უბრალოდ იმიტომ სათქმელად გქონდეს რომ თურმე ვიღაც დასაჯე ეს რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ოცნება დგას უსამართლობაზე ეს ერთი რაც შეეხება ელენეს მდგომარეობას რა თქმა უნდა ეს საგანგაშოა და რა თქმა უნდა ჩვენ მოუწოდებთ შესაბამის ორგანოებს რომ ყველაფერი გააკეთონ იმისთვის რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს დაცული და გარანტირებული და სხვათა შორის კარგია ადვოკატის განცხადება და იმ ადამიანების, ვისაც კავშირი აქვთ ელენე ხოშტარიასთან და გარკვეული ინფორმაციები გამოაქვთ საპატიმრო დაწესებულებიდან, მაგრამ დიდი ბოდიში გამოვიდეს ოფიციალური უწყება და ჩამოყალიბებული პოზიცია გახადონ ცნობილი საზოგადოებისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ესეც არ იყოს გარკვეული დამატებითი манипуляციების საგანი. იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ რომ რაღაც ერთის მხრივ ერთი შეფასება ისმის, მეორეს მხრივ გამოოცნება და ამბობს რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება და თუ მათ არ სურთ ამ საკითხზე манипуляციების გაგრძელება, რაშინ კეთილი ინებოს გამოვიდეს ოფიციალური წარმომადგენელი და აუხსნა საზოგადოებას რეალურად რამდენად კრიტიკულია ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა. ერთი და რა თქმა უნდა, როგორიც არ უნდა იყოს და გასაგებია რომ ეს არ არის მარტივი სიტუაცია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობა იყოს გადარჩენილი. გითხავთ პრემიერის ანგარიშთან დაკავშირებით, ხოლმე ვადარებთ ირაკლი კობახიძის საქართველოს პარლამენტში ანგარიში აქამდე ცნობილია, გაიცნობოდით კიდეც და გექნებათ თავისთავად კითხვები მასთან. რა მოლოდინები გაქვთ ამასთან დაკავშირებით და რა იქნება თქვენი პარტიის ძირითადი? ნუ რა ვიცი, როგორ გითხრათ ახლა ტყუილების მორიგი კორიანტელი იქნება, უკვე წავჩე რა თქმა უნდა ანგარიში დამუშავებული გვაქვს. იქნება უმწავესი კითხვები, მას ნამდვილად არ ელის აქ იოლი გასეირნება, როდესაც აქ დახვდება მას ჩვენი გუნდი. იქნება მწავე კითხვები, იქნება მწავე შეფასებები, მწავე დებატები და კიდევ ერთხელ დავანახებთ საქართველოს მოსახლეობას ოცნების და ამ შემთხვევაში ირაკლი კობახიძის ნამდვილ სახეს. და ხა თუ ირაკლი კობახიძეს გონია რომ მათ შორის ანექსიაზე ხმის არამოღება მისი პირადი პასუხისმგებლობა არ არის, ძალიან ცდება და მათ შორის ამ საკითხზეც მას მოუწევს სხვა პარლამენტში განმარტებების გაკეთება. ნუ რა თქმა უნდა, იქნება კიდევ ბევრი სხვა თემა, ეკონომიკური, სოციალური თემები და რა თქმა უნდა, საგარეო პოლიტიკური საკითხებიც, რომელშიც ის პირადად და უშუალოდ არის პასუხისმგებელი. მადლობა, დავასრულოთ, თორე შენდლერი დაგითმეთ და მადლობაც დაიწყო ხდება პირველი 25 აკლია. ბიუროკრატიის ხარისხით საქართველოს მსოფლიოში 25 ადგილზე გავიდა ევროპის საუკეთესო მე 17 ადგილს იკავებს. რას ნიშნავს მურიგი წარადგება ესეთი ხო საერთაშორისო რეიტინგში და ის რომ ამ ფონზე ევროპელი ბიუროკრატიისგან ხშირ შემთხვევაში მაინც კრიტიკის ობიექტია, ხო? თუმცა ეს ანგარიშები საპირისპიროზე მიუთითებს. თქვენი შეფასება როგორია? ნახეთ, ანგარიში არის ანგარიში, რეალობა არის რეალობა.
სამწუხაროდ რამდენადაც ავტორიტეტული ინსტიტუტი არ უნდა აქვეყნებდეს ამა თუ იმ ანგარიშს, სრულ სურათს ვერც ერთი ანგარიში ვერ ფარავს. და მე არაერთხელ მომიყვანია მაგალითად როგორ манипуляციურად იყენებდა იგივე ნაციონალური მოძრაობა იმ გარემოებას, რომ ერთის მხრივ თითქოს აი doing business-ის რეიტინგებში იყო ხოლმე საქართველოს მოწინავე ადგილზე, რაც ნიშნავდა იმას, რომ საქართველოში მართლაც ბიზნესის დაწყება იყო ძალიან მარტივი. და ეს იყო, ასე ვთქვათ, არ იყო დაკავშირებული რთულ ბიუროკრატიულ პროცესებთან, მაგრამ ეს რა თქმა უნდა იმას არ ნიშნავდა, რომ საქართველოში ზოგადად ბიზნეს გარემო იყო კარგი. დაახლოებით იგივე სიტუაციასთან გვაქვს დღეს საქმე, როდესაც ყველა ეს კვლევა არის გამოყენებული манипуляციურად, ამ კონტექსტიდან ამოგლეჯილად და ეხლა მხოლოდ ის გარემოება, რომ რაღაც ბიუროკრატიის კუთხით აქვს რაღაც გარკვეული პროგრესი საქართველოს, ბუნებრივია ვერ ჩაითვლება იმის დამადასტურებლად, რომ საქართველოში არის დემოკრატია და საქართველოში ბიზნესი არის ბოლომდე თავისუფალი. კარგი, ორი კითხვაც მექნება და დავასრულებ სიძულვილის ეს დეპარტამენტზე მინდა გითხრათ. შენახეთ აქტიურად განვითარების მუშაობას გუშინ მაგალითად თქვენი კოალიციის წევრი, კოალიციის კი არა და გუნდის წევრის მიმართაც იყო შეურაცხყოფელი კომენტარის გამო ადამიანი დაჯერმებული, ხედავთ რომ ყველა მიმართულებით, ყველა პოლიტიკური წამსის ადამიანს ეხება. როგორია თქვენი შეფასება? ნუ ახლა ტატახვედელიანისთვის თავად მოულოდნელი იყო, საერთოდ არ ციცოდათ ასეთი რამის შესახებ. ეხლა ესეც კიდევ ვიმეორებ, არის ფაქტობრივად სპექტაკლი. სწორედ ამიტომ აკეთებს ამას ოცნება, იქ რაღაც გარკვეული რამდენიმე ოპოზიციონერი აარჩიეს, მათ შორის ჩვენი გუნდის წევრი, რომ თითქოს იმის დასამტკიცებლად, რომ ეს არა მხოლოდ ასე ვთქვათ, ოცნების დასაცავად ხდება, არამედ ყველა მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დასაცავად. ეს რა თქმა უნდა ემსახურება ასე ვთქვათ, თვალისახვევას და სინამდვილეში ეს ინიციატივა თავიდანვე იყო გამიზნული საქართველოში ცენზურის გამკაცრებისკენ. და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ეს დეპარტამენტიც, რომელიც არანაირ კავშირში არ არის ამ ქვეყანაში რეალურ დემოკრატიასთან და საბოლოო ჯამში მივიღეთ ცენზორი, ამ შემთხვევაში არის მამუკა მდინარაძის ინიციატივა იყო, თუ კარგად მახსოვს და კარგად გვახსოვს ეს ყველას და არანაირი კავშირი ამას სიძულვილის ენის აღმოფხვრასთან და პოლარიზაციის დასრულებასთან არ აქვს. რიგითი მოქალაქეები კი არ არიან საქართველოში პოლარიზაციაზე პასუხისმგებლები. ოცნება არის იმ რადიკალიზმზე და პოლარიზაციაზე პასუხისმგებელი და თუ მას ამ პრობლემის გადაჭრა სურს, თავად უნდა მოეგოს გონს და თავად უნდა შეარბილოს ის სიძულვილის ენა, რომელსაც მისი დეპუტატები და მისი ლიდერები ყოველდღიურად ავრცელებენ. საერთაშორისო ფონდი აქვეყნებს კვლევას და საქართველოს მუშაობის დონე ისტორიულ ანგარიშს აკეთებს. საქართველოს მუშაობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შეცივდა. აჰა. მე კიდევ ვიმეორებ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეპუტაცია ჩვენ არასდროს კითხვის ნიშნებს არ დაგვიყენებია და არც დღეს ვაყენებთ. მაგრამ როდესაც ყავს ისეთი სტატისტიკის ბიურო, როგორიც ყავს, რომელსაც ირაკლი კობახიძე თავის შუაზე ატრიალებს და რასაც უნდა იქ იმას აწერინებს და სწორედაც რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამ სტატისტიკური მონაცემებით სარგებლობს, შესაბამისად ის სურათი ვერ იქნება, რაც გვაქვს. ეხლა უმუშევრობაზე როგორ მეკითხებით, როდესაც თავად გამოვიდა ირაკლი კობახიძე და აღიარა, რომ 4 წლის განმავლობაში ის დასაქმების, საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამა თურმე იყო არამიზნობრივი, არაეფექტური და არაფრის მომტანი და თურმე სახელმწიფო მილიონებით ყვილად დახარჯა და სწორედ ეს საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამა იყო, რომელიც სტატისტიკურად აჩვენებდა დასაქმების მაღალ მაჩვენებელს კიდევ ვიმეორებ და შესაბამისად ამას ეყრდნობა ყოველთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდიც. და სიღარიბის ნაწილშიც არის ძალიან ბევრი კითხვები, იმიტომ რომ იქ არის დიდი სხვაობა აბსოლუტური, იცით თქვენ როგორ ითვლება სიღარიბე, ხო? და ახლა კიდევ ვიმეორებ, ახლა თუ საქართველოს ერთის მხრივ და იგივე კობახიძის განცხადებით არის მაღალშემოსავლიანი ქვეყანა და საშუალო ხელფასი 2400 აჭარბებს და ასე შემდეგ, მაშინ რა თქმა უნდა აბსოლუტური სიღარიბე იმ მეთოდოლოგიით როგორც ითვლება აღარ უნდა დავთვალოთ. და ახლა ჩვენ რა გვინდა რომ ადამიანს რომლის შემოსავალი 200 ლარია თუ 280 ლარი ღარიბი აღარ ერქვას, თქვენ ასე ფიქრობთ? ამიტომ თუ სიღარიბე იქნება სწორად დათვლილი, მაშინ რეალურად გამოჩნდება, რომ ამ ქვეყანაში არის გაცილებით მაღალი სიღარიბე, ვიდრე ამის ჩვენებას ირაკლი კობახიძე საკუთარი манипуლირებული სტატისტიკით ცდილობს. ეს არის რეალობა. კაი, მადლობა, წავედი ახლა უკვე თორემ. მადლობა თქვენ.